მადლობა. გილოცავ ბავშვებო და წარმატებები 2025 წელს. რომელიც სპეციალურად ამ წუთისთვის მოვიხდეს სცენაზე და ვინ არის ეს არის ჩვენი ბარბარობის დღესასწაულის მთავარი თოვლის ბაბუა ნუგზარ ყვაშალი. ბატონო ნუგზარ, აზა მაისურადეს და ანსამბლ ლაზურიც მიენიჭა ნომინაციაში ტიტული სადარგმო საცეკვაო ფეიერვერკი. Come on.
მოგესალმებით ყველას გილოცავთ. წმინდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულს სრულიად საქართველოს, ჩემს ბავშვებს, სულ ყველას დღეს ჩატარდა ქართული ფოლკლორული ფესტივალი და სიამოვნებით მივიღეთ ჩვენ მასში მონაწილეობა. ჩემი ბარტყებით ამავდროულად ძალიან გახარებულები და გალაღებულები არიან. სრულიად საქართველოს გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩემო ძვირფასებო, ბარბარობას, მინდა გისურვოთ, რა ვიცი, აი, ყველაფერი ძალიან მაგარი, ჯანმრთელობა, დიდხან სიცოცხლე, კარგი განწყობა, სიყვარული, ბევრი სიყვარული და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ თამაზ ქაჯაიას იმისთვის, რომ აი ამ რთულ დროს ასეთ დიდ ზეიმებს აწყობს ბავშვებისთვის და ნამდვილად მჯერა, რომ აი ეს თაობა, როცა უყურებ, ასეთი ნიჭიერი, ლაღი და ბედნიერი, რომ ჩვენ ქვეყანას ნამდვილად ნათელი მომავალი ექნება. მოგე ძალიან გვიხარია დღევანდელ კონცერტში მონაწილეობა. ყველას ვილოცავ, მაყურებელს, მსმენელს, ყველას ვილოცავ ბარბარობის დღესასწაულს, ბრავალს დაესწარით. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, იმიტომ რომ ჩემს შვილს, ჩემს ბარბარეს მიეძღვნა დღევანდელი დღე და ბარბარესაც ვილოცავ, რა თქმა უნდა, მრავალს დაესწარით და ყველაფერს კარგს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო. მივესალმებით თქვენს არაჩვეულებრივ მაყურებელს, ვილოცავ დღევანდელ დღეს, მრავალ ბარბარობას დაესწარით, ვილოცავ ყველა მონაწილე ბავშვს, რომელიც დღეს სცენაზეა. არ აქვს მნიშვნელობა ლომისელია თუ რომელიმე სხვა ანსამბლის, სრულიად საქართველოს ვილოცავ ბარბარობის მწყინვალე დღესასწაულს და ჩემს ულამაზეს ქვეყანას ვუსურვებ დაწყნარებას, დამშვიდებას და გაბრწყინებულ ცხოვრებას. მადლობა თქვენ ტელევიზიას კიდევ ერთხელ. გილოცავთ ბარბარობის მწყინვალე დღესასწაულს. ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო ყველა აქ მონაწილე ანსამბლებს, წინსვლა წარმატებები და რა ვიცი, ყოველივე კარგი. ძალიან მაგარი დღე გამოვიდა დღევანდელი დღე ნამდვილად და იმედი ასე გაგრძელდება ყველა კონცერტი, წარმატებები ყველას. მოგესალმებით ძვირფასებო, თანამემამულენო, თანამოქალაქეებო, სტუმრებო, გილოცავთ ბარბარობის მწყინვალე დღესასწაულს, წმინდა ბარბარეს დღეს, ყოფილიყოს ყველაფერი კარგის, სითბოს, სიყვარულის, მშვიდობის დღე ეს და ყოველთვის ჩვენს ოჯახებში და მთელ საქართველოში ყოფილიყოს სიმშვიდე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს, იმიტომ რომ დღეს თუ რამე გჭირდება ჩვენ მთელ ერს, ეს არის ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა და სიმშვიდე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას. მადლობა კიდევ ერთხელ დღევანდელი დღისათვის და ვინც მობრძადა ამ კონცერტზე, ყველას მადლობა სუხდი ასევე. ძვირფასო მაყურებლებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბარბარობას გილოცავთ. მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს, ვიცი რომ დაძაბული მდგომარეობა ძალიან და უფალს ხოვ წმინდა ბარბარეს, რა ვიცი, მადლი გადმოგვფენოდეს და ყველაფერი დამთავრებული იყოს ისე, როგორც ხალხს უნდა, უმრავლესობას როგორც უნდა, ყველაფერი ისე დამთავრდება მშვიდობიანად. არც ერთი მხარე არ დარჩეს ერთმანეთზე ნაწყენი, მე ეს გამეხარდება. გისურვებთ მომავალშობას, მომავალ 2025 წელს გილოცავ და ხალისის, მშვიდობის, ბედნიერების და იმედის მომტანი ყოფილიყოს მთელი ერისათვის. ჩემო ქართველებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო მშვენიერებო, ჩემო ტყბილებო, ჩემო კეთილებო, გილოცავთ ბარბარობას. დღეს უნდა ვიმღერო ისევ ჩემი სიმღერა, მოეფერეთ ერთმანეთს. მოგიწოდებთ, რომ მოეფეროთ ერთმანეთს, რომ ეს ქვეყანა აყვავდეს, რომ ეს ქვეყანა გახარებული იყოს, ერთმანეთის დანდობა უნდა ვიცოდეთ. ეცადეთ, რომ ერთმანეთი შეიყვანოთ. სრულიად საქართველოს ვილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს, ჩემი ბარბარეს ჩათვლით. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მამას, ორგანიზატორს, რომ ყოველწლიურად ასე დაგვებედა და დღევანდელ დღეს, ანუ ბარბარობას ყოველ წელს ხვდებით ხოლმე ერთმანეთს, არაჩვეულებრივი მომღერლები, ნიჭიერი ადამიანები და რა თქმა უნდა, მათ შორის მეც მოვეფერები ხოლმე ჩვენს მაყურებელს, ჩვენს სტუმრებს და გილოცავთ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს და უღრმესი მადლობა ყველას. დღესასწაულია. ამ პიროვნებასთან მე 40 წლიანი შემოქმედებითი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ ერთად გავინახია ორი, ამილევია გვინო, არაერთი კონცერტი და მოდით თუ ხარ აპლოდისმენტები მივაგებოთ ფეხბურთის
დიდებას და სწავლებას სახელს. ჩვენს ყველა კონცერტში იღებდა ხოლმე მონაწილეობას. ერთი 3 წელია საპატიო მიზეზით აღარ გვესწრება და გამოგვიგზავნა თავისი ფანტასტიკური ქალიშვილი, ულამაზესი და უნიჭერესი ივერია გოგო ქეთევან წიგლაური. ქეთევან, მე მინდა რომ ეს მისია შეასრულო გიორგი. მოდი ჩვენთან ახლოს. ჩვენმა შემოქმედებითმა ჟიურიმ მოგენიჭათ მოკლედ ნომინაციების სრენა. მესის მახვილი, ენა მამული თავდადება, ეროვნული შემართება, გმირობა, უკან დაუხევლობა. თეონა ლობჯანი და გიორგი ასრადაშვილი ანსამბლი ალაერდი.
ფანტასტიკური მომღერალი ზურაბ ყობაშაძე. მომზადდა ზურაბი. განდალ ღონისძიებაში ასე ფანტასტიკურად წარმოდგენილი მოვისის ხელშეწყობისათვის ჯილდოვდება 191 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე გაგოშიძე. როლის თანათავმჯდომარე გახლავთ ბატონი ზურაბ ყობაშაძე და ჩემი რეკომენდაციით თქვენ მოიპოვეთ ტიტული ნომინაციაში რიტმი გრძნობა დახვეწილი გასპა როკვა ირინე გაგოშიძე პირადად. ეკატერინე ენდელაძე. აბატონო ეკატერინე, თქვენ ნომინაცია ნაკიფი ქალვაშური მიხრა მოხრა. მოგზავნით ქალბატონო ამარ როგორი არჩეულებრივი ხელმძღვანელები არიან ჩვენ დირექტორები და გვიხარით 2-2 სიტყვა იმ ნომინაციების გარდა. მშვიდობისა, საღამო სიკეთისა და საღამო ბედნიერებისა. დღევანდელ დღეს გილოცავ პირველ რიგში და უფლის წყალობა. თქვენ ჩემო ლამაზებო და თქვენ ჩემო პატარებო. რამოდენიმე მადლობა მინდა თქვა თუ ცოტა არ გამიგრძელდება პირველ რიგში მადლობა ბავშვებს და მშობლებს რომ არა თქვენ ეს არაჩვეულებრივი საღამო არ შედგებოდა. მადლობა ჩვენ ორ არაჩვეულებრივ ბატონს მე 30 წელია რაც მუშაობდა არაერთ დირექტორთან მქონია შეხება, მაგრამ ეს ორი ქალბატონი მაქსიმალურად ვიწყობს ხელს. ხმამაღლა შემიძლია თქვა ქალბატონი ეკა გახლავთ ადამიანი რომელიც უმრავლესობა მითის რომ ჩვენ ძირითადად რუსთავი ორთან თანამშრომლობ უბრალოდ მესამე სეზონია და შეიძლება პირველ საათზეც ვიყოთ სკოლაში რეპეტიციაზე და ქალბატონი ეკა არასოდეს არ გვითვლის წუთებს და წამებს. უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის. ქალბატონო ირინა, უღრმესი მადლობა თქვენ ხელი შეწყობისთვის იმისთვის რომ ალბათ უმრავლესობა მითის დარბაზში რომ მე ჩემი შვილებით და სიდეებით მიმოფანტული ვარ იქით აქეთ და გვეცეკვება თუ არ გვეცეკვება ვცეკვავთ ყველგან. და ეს ყველას გვეცეკვებოდეს და კიდევ ერთი მადლობა მინდა ვთქვა რომელიც ალბათ ყველაზე დიდი მადლობაა ჩემთვის დე ჩემო სიხარულო ვიცი რომ აქ ხარ უღრმესი მადლობა შენ რო არ ყოფილიყავი არც მე ვიქნებოდი ასეთი არც ჩემი შვილები არც ჩემი შვილიშვილები დედა გახლავთ ქალბატონი რომელიც უკვე 79 წლის გახდება რამოდენიმე დღეში და ჩემს მთელი ცხოვრება მიმატარებდა მე ჩემი შვილებს და ჩემი შვილიშვილებს 79 წლის ხალი დღეში შეიძლება ორჯერ გავიდეს რუსთაველზე ქაია წაიყვანოს სპექტაკლზე ქაია გახლავთ მსახიობი მადლობა დე მიყვარხარ და მე ვერასოდეს ვერ ვიქნები შენისთანა დედა მადლობა რომ ხარ ესეთი თუ გეტყვით ძალიან დიდი მადლობა იმისაც რომ თქვენ აზიარებთ მათ ქართული ცეკვის ხელოვნებას ქართულ სულს და მომავალი ჩვენია ნამდვილად თქვენთან ერთად დიდი მადლობა უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და დამეთანხმებით ალბათ ის რაც დღეს ამ სცენაზე ხდებოდა კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ქართულ გენს ქართულ ჯიშს გადაშენება არ უწერია გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს ბედნიერება სიხარული დაგბედებოდეთ თქვენს ოჯახებში სრულიად საქართველოს და მე მართლაც მოხარული ვარ იმისა რომ აი ეს ანსამბლი მოღვაწეობას აგრძელებს ჩვენს სკოლაში ჩვენს გარშემო ძალიან დიდი თემია ლოტკინის დასახლება ნაძალადები და ეს შესაძლებლობა რაც ამ მოსახლეობას ამ ბავშვებსაც აქვს ნამდვილად შესაშურია ქალაქის ყველა უბნისათვის იმიტომ რომ ჩვენთან სკოლაში არაჩვეულებრივი სივრცეა მოსწავლეთა განვითარებისთვის
უღრმესი მადლობა მინდა განსაკუთრებულად უთხრა ქალბატონ ვიკას და ბატონ ელიქს, არ ვიცი, ესეთი არაჩვეულებრივი წყვილი არ შემიძლია რომ არ თქვა და ბედნიერი დედა ბრძანდებით, ბედნიერი ბებო, იმრავლოს საქართველოში ასეთმა ოჯახებმა. იცხადეთ გულზარმაზარ მადლობას წრეგადასული ქართველობისას. ამიტომაც მოგენიჭათ მესის מחვილის საპატიო ნომინაცია ანსამბლი ალავერდი. და რა თქმა უნდა ჩვენი ძვირფასი აზა მაისურადე ანსამბლი ლაზურიტი. გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალეს დღესასწაულს. ღმერთმა დააწყნაროს და აზრზე მოიყვანოს ყველა საქართველოში ჭეშმარიტი თავისუფლება და დემოკრატია. ეს არის საქართველოს რეალური არჩევანი. ისურვებთ ჭეშმარიტ ქართულ ეროვნულ 2025 წელს. მოგესალმებით, მოგილოცავთ, წმინდა ბარბარე იყოს ჩვენი შვილების მფარველი. ჩემს ანსამბლს ვილოცავ, რომელიც დღეს პროფკავშირების კულტურის სახლში მონაწილეობს. ანსამბლი ალავერდი ვუსურვებს მშვიდობას, ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. დღეს დღესასწაულია ბარბარობა. ტრადიციულად ჩვენ ეს 2011 წლიდან დავიწყეთ და დღემდე ვაგრძელებთ ამ ღონისძიებებს. ბარბარობა, რომელიც არის, ესე იგი, წმინდა დღესასწაული და ჩვენი პატარების და მომავლის, ესე იგი, აღზრდასა მათ ყველაფერს საუკეთესოს რომ უნდა მიუძღვნათ ჩვენ ყველა უფროსმა თაობამ, ეს დღეს ვლინდება ყველანაირად. ჩვენ სიმღერით საკით გამოვხატეთ ეს დღეს პროფკავშირების კულტურის ცენტრში და უამრავი ბავშვები, რომლებიც სამოვიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, იყვნენ წალკიდან, იყვნენ აქია სიგნაღიდან, ოდისხევიდან და ასე შემდეგ. და უამრავი ბავშვები ზოგი გორიდან იყო და ყველა გამოხატა ის სიყვარული და გამოვავლინა თავისი ნიჭი ყველანაირად ფესტივალი კონკურსი სტუმრად ბარბარესთან, რომელიც გრძელდება და გაგრძელდება ასე შემდეგ. თანამ საქართველოს იარსებებს და ქართული კულტურა და ქართული ტრადიციები იარსება. მე დიდი მადლობები ვარ ტელეკომპანია ვარსკვლავების, რომლებიც ყოველთვის აქტიურია ქართული ტრადიციული სიმღერების და ცეკვების აქტიურად ხარდაჭერაში და გაშუქებაში.